მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. ელენე ხოშტარია დაკავებულია. სამართალ დამცველებმა ის საკუთარ სახლთან აიყვანეს. მას გამოძიება ქართული ოცნების საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე საქმე აღძრული აქვს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზის საფუძველზე დაადგინდება ზარალი ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება. გამოძიება პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ელენე ხოშტარია საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დააკავეს ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშებიაში. ზუსტად არ არის დადასტურებული, მაგრამ ვარაუდობთ, რომ ესე, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით არის, რომ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს იმ მუხლით, რაც გუშინ დაწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც არის რა თქმა უნდა აბსურდი პოლიტიკურად, მაგრამ რეალობა ეგ არის. ეხლა ფაქტობრივია, რომ დააკავეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის წესით. აქეთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ მარკერით და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ქალებს ურტყამენ და მერე გენიტალიების ჟესტიკულაციით არიან დაკავებული საარჩევნო შტაბთან. ამიტომ ზოგი როგორ გამოხატავს პროტესტს და ზოგი როგორ. შევაფასოთ ეს რომელი უფრო ძაბავს ვითარებას, ქალისცემა თუ მარკერით წარწერის გაკეთება. მანიფესტაცია და პროტესტი ითვალისწინებს მათ შორის აი ესეთ გადაწყვეტილებებს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურ დაკვეთებს დაქვემდებარებული უწყებები. საუბარი იმაზე, რომ მარკერით თუ ფლომასტერით თუ ფანქრით წარწერის გაკეთება, რომელსაც 2 წუთში შლის შემდეგ კალაძის მოსამსახურეები, არის სამარცხვინო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საუბრობს დღეს ბიძინა ივანიშვილი. ყველა მსგავსი ქმედება ივანიშვილის მხრიდან არის პოლიტიკური დევნა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, რაც რა თქმა უნდა მას არ შერჩება და ყველა იმ შემსრულებელს მინდა უთხრა, რომ დაუჯელი არავინ არ დარჩება. რა თქმა უნდა პროვოკაცია. როგორ შეიძლება ახლა პროტესტი იყოს, გაგანია რუსეთის მიერ დაფინანსებული ხალი დადის და პლაკატებზე და ბანერებზე აწერს სიტყვა რუსულს. ასე რომ ვინც გინდა რაც გინდა დააწეროს რუსული, მაგრამ ხოშტარია მარა რა, ცოტა ხერხული და სასაცილო. ყრილმანხულიგნობაში არის გადასული ხოშტარია და საერთოდ მისი გუნდი. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ მათ მსხვილი რაიმე პოზიტიურზე ხო საერთოდ არაფერი არ არის სათქმელი, არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ესე რაღაცა მავნებლობენ. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, აგერ განვლილ 13 სექტემბერს, ერთი რამე არის, რომ საქართველოში ფერადი რევოლუციების სერიალი დასრულებისკენ მიდის და ალბათ 4 ოქტომბერი ბოლო სერია იქნება ამისა. წელს ოზურგეთს 570 პირველ კლასელი ჰყავს. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. აღიმართა საქართველოს დროშა, შესრულდა ჰიმნი და დაირეკა გაკვეთილის დაწყების მაუწყებელი ზარი. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. დღეს ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში გვითხრეს, ოზურგეთის 42 საჯარო და 2 სამრევლო სკოლაში 570 პირველ კლასელი და 521 მე-12 კლასელია. ყველა სკოლაში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. აღიმართა საქართველოს დროშა, შესრულდა ჰიმნი და დაირეკა გაკვეთილის დაწყების მაუწყებელი ზარი. სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავა მიულოცეს და ტრადიციულად ყველა პირველ კლასას საჩუქრად წიგნებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს. ყველა პირველ კლასას განსაკუთრებული მღელვარება და სიმორცხვე ეტყობოდა. თუმცა უკვე კლასში შესულებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და თავიანთ პედაგოგებთან ერთად ისევე როგორც გუშინ ღიაკარის დღეზე სხვადასხვა სახალისო აქტივობები შეასრულეს. ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გურიის რეგიონში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა ინტელექტუალური თამაში წიგნების თარო ევროპის შესახებ გახსნა. ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპულ კულტურას, ისტორიასა და ღირებულებებს აცნობს. გურიის რეგიონში ვიზიტის მეორე დღეს ევროკავშირის ელჩმა სოფელ თხინვალში ევროკავშირის დაფინანსებული ახალი Wi-Fi hotspot-ი გახსნა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის თემებში ციფრული ჩართულობის გაზრდას. Ready from you, 1, 2, 3. ელჩი ასევე შეხვდა ადგილობრივ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, სადაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის მჭიდრო პარტნიორობას. ელჩი ასევე შეხვდა სტუდენტურ ახალგაზრდულ საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე აღენიშნა ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ელჩის ვიზიტი გურიაში ადგილობრივ ბიზნესებთან და ევროკავშირის პროგრამების ბენეფიციარებთან შეხვედრით დასრულდა. Before coming to Guria, I heard a lot of stories about გურიაში ჩამოსვლამდე ბევრი მსმენოდა ამ რეგიონის სილამაზის შესახებ. ვიცი რომ გაქვთ საოცარი მთები და სხვა, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს თვითონ გურულებმა, რომლებთან ურთიერთობითაც გულწრფელად ვისიამოვნე. მათ კარგად იციან, რას აკეთებდა ევროკავშირი ადგილობრივი საზოგადოებების დასახმარებლად წლების განმავლობაში. ასევე აქვთ საოცარი იუმორის გრძნობა. ეს არ იყო დიდი ვიზიტი, მაგრამ მოვახერხეთ და შევხვდით სხვადასხვა საზოგადოებას. საინტერესო შეხვედრები ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებთან, ახალგაზრდებთან, მედიასთან. ყველა შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. რედი შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოს სოფლის მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს მაღალხარისხიან ოპტიკურ ინტერნეტზე. ამას გარდა რედის მიზანია შექმნა სივრცეები, სადაც სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მიწვდომადობა დიჯიტალურ ტექნოლოგიებზე, ციფრულ ტექნოლოგიებზე. 4 რეგიონის 200 სოფელი დაიფარება ამ პროექტის ფარგლებში. ეს არის გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, იმერეთი და კახეთის სოფლები. პროექტი 4 წლიანია და ამ 4 წლის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონის 200 სოფელს მივწვდებით და დავფარავთ როგორც Wi-Fi hotspot-ებს, ისე ციფრულ სასოფლო ჰაბებს. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ქალთა ლიგაში ზედა ჯგუფის შეხვედრები დაიწყო. ოთხეულების პირველ მატჩში ქალთა საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთმა კვარტალს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. ლანჩხუთელმა ეთერ სულაშვილმა ჰეტ-ტრიკი შეასრულა. თითო გოლი გაიტანეს ანასტასია ბოლქვაძემ, გაბრიელა კამარგომ და ჩისომ ონიევუნიმ. გაიმარჯვა გათამაშების ლიდერმაც ნიკე ლუსომ 3-0. ზედა ჯგუფს 19 ქულით ნიკე ლუსო ლიდერობს. ლანჩხუთს 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. დღეს დაიწყო ოთხეულების თამაში, მოვიპოვეთ პირველი მნიშვნელოვანი 3 ქულა, მადლობა გუნდს და გულშემატკივარს. კაი თამაში გამევიდა, კაი არაუნდ მე ვეგეთ დღეს. დიდი მადლობა, კეველა კიდო იქნება თამაშები. მოი თამაშებზე, მოი კიდო უნდა მევიგოთ. გამოშვების ბოლოს კი გაგაცნობთ განცხადებას. ტელეკომპანია გურია TV 18 სექტემბერს 17 საათზე ოზურგეთში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს იწვევს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგწეროთ ან დაგვირეკოთ 577 72 47 40. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.